Წმინდისა სულისა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. მე ძნელად მეგულება ამაზე უფრო ტრაგიკული სიტუაციის აღწერა, ვიდრე დღევანდელ სახარებაში იყო, რაც ჩვენ წავიკითხეთ. ძალიან ტრაგიკულია, მოკლედ ეს ამბავი, რაც მოხდა, თუმცა კი როგორი სიხარულით დამთავრდა ეს რა თქმა უნდა სახარებას სახელიც ამიტომ თქვია, ნახეთ რაღაცას გახარებს. ამიტომ როგორ ტრაგიკულ შემთხვევაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, საბოლოო ჯამში ყოველთვის სიხარული მოაქვს მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა. რას გულისხმობთ ახლა ამ ტრაგედიაში ახლა მოგახსენებთ. ეს არის ქალაქი ნაინი, რომელიც არ არის შორი კაპერნაუმიდან, სადაც მაცხოვარი ძირითადად თავის მოღვაწეობას და იგი ქადაგებასა განახორციელებდა ხოლმე და გაემართა რაღაც ორი პროცესია შეხვდა ერთმანეთს. მოდი ესე დავარქვათ, იმიტომ რომ გაემართა აქედან მაცხოვარი და მას ახლავს თავისი მოციქულები და მას ახლავს ხალხი, საზოგადოება, რომელიც მუდმივად მასთან დახვებოდნენ და ხედავენ რომ პროცესია გამოდის ამ დროს ქალაქიდან. ქალაქის კარიბჭესთან ხდება ეს შეხვედრა. პროცესია გამოდის ქალაქიდან, სადაც ქვრივ ქალს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, ყრმა ვაჟი და გარდაეცვალა ეს ვაჟი და რა სიმწარე იქნებოდა მისთვის ახლა წარმოიდგინეთ. აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალით ახლა შვილის გარდაცვალებაზე მწარე და ტრაგიკული რა შეიძლება იყოს, მაგრამ აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ საკითხს კიდევ უფრო მეტი რაღაცა ყურადღება სხვა მხრივ ენიჭებოდა. ეს ქალი ახლა ფაქტიურად ერთ მიცვალებულს კი არ მოასვენებენ, ერთ მიცვალებულს მოასვენებენ და მეორე მიცვალებული მას მოყვება, ეს არის მისი დედა. იმიტომ რომ ეს ქალიც აღარ არის უკვე ცოცხალი, ჩათვალეთ, ცოცხლებში აღარ წერია, რელიგიური თვალსაზრისითაც კი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც უშვილოდ მაშინ გარდაიცვლებოდა, ან არ დარჩებოდა შთამომავლობა, გულისხმობ უშვილოდ საერთოდ არ შეძენოდა, ან არ დარჩენოდა შთამომავლობა, ეს ადამიანი მკვდრად მიიჩნეოდა. ადამიანი, რომელსაც შვილები უჩნდებოდა, მას, როცა გარდაიცვლებოდა, მკვდრად არ მიიჩნევდნენ. აი ესეთი სასწაულია, ნახეთ, ბევრი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მოვიტანოთ ამისი, როდესაც იაკობი და რაქელი ცოლ-ქმარნი არიან და შვილი არ აყავთ. და რაქელი მივადა ეუბნება იაკობს, რომ მომეცი შვილი თუ არა კვდებიო ეუბნება. და იაკობი ეუბნება, ღმერთი ხო არა ვარო რომ შენ შვილი მოგწე, ანუ რატო ეუბნება რომ კვდები? იმიტომ რომ თუ მართლა რაღაცა მოხდება და მე უშვილოდ მოკვდები, იაკობს სხვა ცოლთან ყავდა შვილებიდან. ჩვენ კვდებითო კი არ ეუბნება, მეო პირადად თავის თავზე აქვს ლაპარაკი. შენ შვილები გრჩება, მე შვილები არ მრჩება. ამიტომაც მკვდრად ჩავითვლები რელიგიური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ მომხსენებელი აღარ ეყოლებოდა მას. ვინც მას გაიხსენებდა, აი ესეთი ადამიანი აღარ ეყოლებოდა. ამიტომ ფაქტიურად ორი მიცვალებულია შეიძლება ითქვას ამ პროცესიაში, ერთი შვილი ნამდვილად ფიზიკურად, რომელიც არის გარდაცვლილი და დედამისი, რომელიც ფიზიკურად ჯერ არ გარდაცვლილა, მაგრამ ნამდვილად ყველანაირი ძალები აქვს სასიცოცხლო მას გამოცვლილი, შეიძლება ასე ითქვას, მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქმრის გარდაცვალების შემდეგ ამ ერთადერთი შვილის აღზრდას და ესეც გარდაეცვალა. წარმოიდგინეთ და რა შეიძლება იყოს ამ სასოწარკვეთილებიდან მისი გამომყვანი. როგორ შეიძლება ვინმე მას რაღაც ან სიტყვით ანუ გეშოს მივიდეს და რაღაც უთხრას რომ აი შენ ახლა ისეთ რამეს გეტყვი რომ შენ აღარ ინერვიულებ, ხო ტყუილია ეს ამბავი. მაგრამ ნახეთ, მაცხოვარი მიდის მასთან და ეუბნება, ნუტირი ხარ. ეს სიტყვები ჩვენც შეიძლება გვითხოვს ერთმანეთისთვის, მაგრამ ამ ნუტირი ხარს რაღაცა უნდა ახდეს თან. რაღაც ან შენი მოქმედება, ან შენი კვლავ სიტყვის გაგრძელება, ან რაღაც ისეთი უნდა ახდეს, რომ მართლა უნდა შევწყვიტო მე ტირილი, თორე ახლა შეიძლება ისე 1000 მაკაცმა ჩამიაროს გვერდით და მითხრას, რომ ნუტირი ხარ, მაგრამ არაფერი შედეგი ამან არ გამოიღოს. აი მაცხოვრის შედეგი ის არის, რომ ნუტირი ხარ, როგორც კი ეუბნება, მაშინვე მიდის მასთან, გააჩერებს ამ პროცესიას, ხელს დაადებს ამ პროცესიას და მაშინ მიცვალებულთან შეხება აკრძალული იყო, გაუწმინდურებულად ითვლებოდა ადამიანი, რომელიც მიცვალებულს შეეხებოდა, თუმცა კი ვიღაცები იძულებული იყვნენ, ახლა ოჯახის წევრი რო გარდაეცვლებოდათ, უნებრივია უნდა შეხებოდნენ მას და უნდა მოემზადებინათ ის დასაფლავებისათვის და აქედან გამომდინარე ისინი სპეციალური წესი არსებობდა, მერე ერთი დღე გაუწმინდურებულად ითვლებოდნენ, შემდეგ დღეს ტანსაცმელი უნდა გაერეცხათ, თვითონაც უნდა ებანავათ, მსხვერპლი უნდა შეეწირათ ეკლესიაში და ესეთი რაღაცა დადგენილი წესები.
და არავინ არ ეხებოდა უცხო მიცვალებას, მხოლოდ ეხებოდნენ თავისას და მე იცოდნენ როგორც წესს შეესრულებინათ. მაცხოვარი ამ წესსაც აჩერებს აქ, იმიტომ რომ ხედავს აი ესეთ საცოდაობას აი ამ დედისა, რომელიც ალბათ როგორც წარეტილი შეიძლება ვეღარც კი ტიროდა, უკვე ამისი ძალაც კი აღარ ქონდა შერჩენილი, იმიტომ რომ რასაც მიუძღვნა მან მთელი მისი ცხოვრება, როცა დარჩა ეს ქვრივი და ნუგეში აღარ ქონდა ქმრისეული, მიუძღვნა და ერთადერთ ნუგეშად რიცხავდა ვაჟი ისიც გარდაეცვალა. კიდევ მეორე პრობლემა მაქვს სულიერი სიკვდილის გარდა, რომ რაც უფრო ასაკი მოემატება, რაც უფრო ხნეში შევა, მას მარჩენალიც აღარ ეყოლება. საჭმელი რომ მიაწოდოს ვინმე და წყალი რომ მიაწოდოს ვინმე, არავინ არ ეყოლება. რატომ ამას ახლავე მოგახსენებთ? იმიტომ რომ კვლავ აღმოსავლურ და ებრაულ ტრადიციებს უნდა დაუბრუნდეთ. ქალს უპატრონოდ არ ტოვებდნენ მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ ქვრივი იყო, მაგალითად თუ დაქვრივდებოდა, მის ძმას უნდა შეერთო თუ შვილი არ ყავდა. თუ შვილი ყავდა, მაშინ უნდა ეზრუნათ მასზე მის უახლოეს ნათესავს. ამას როგორც ჩანს, არავინ არ ყავდა ამ ქალბატონს, იმიტომ რომ მხოლოდ აუცილებლად ვიღაცას მისი ქმარი დაერქმეოდა. აქ წერია რომ ის ქვრივია და არავინ არ ყავს მას პატრონი. რას ნიშნავს ეს იცით რომ დაერქმეოდა, რომ აუცილებლად უნდა ყოლოდა ქალს თავისი თავი, ანუ მამაკაცი. როგორც ღვთისმშობელი ქალწული, რომელსაც ქალწულებრივი აღთქმა აქვს, მაგრამ ის გაათხოვეს არა იმ მნიშვნელობით, როგორც ჩვენ გვესმის, რომ აუცილებლად იქ ცოლ-ქმარი და ჩვეულებრივი ცოლ-ქმრო მოვალეობებს ასრულებენ ერთმანეთის წინაშე. არა, გაათხოვეს ნიშნავს იმას, რომ მას ქმარი ყავს, თავია ეს ქმარი, ის მოხუცებულია უკვე, მაგრამ აუცილებლად უნდა ერქვას მას, რომ მას ქმარი ყავს და გათხოვილი. არ შეიძლებოდა ესე დარჩენილიყო. ეს რადგანაც ესეთი ქვრივია, საწყალია, პატრონი არ ყავს, ეთქობა არ დარჩა ესეთი უახლოესი ნათესავები, ეს ერთადერთი შვილიც გარდაიცვალა და წარმოედგინეთ მისი მწუხარება კიდევ ერთხელ. იმიტომ შეგახსენეთ ეს ისტორია, რომ მეთქვა, რომ ეხლა წარმოედგინეთ მეორე შეცვლა ამ სიტუაციისა, რაოდენ დიდი იქნებოდა მისი სიხარული, როდესაც ამ სასწაულს ნახავდა, თუმცა კი ალბათ დაჯერება გაუჭირდებოდა კარგახანი დარწმუნებული. გააჩერებს ამ პროცესიას მაცხოვარი და ამბობს, რომ ნუტირი ხარ და ეთირს, შენ გეტყვი ყმაო აღზრდე, აღდგება ეს შვილი და დაიწყებს ლაპარაკსო. ესეთი ხაზგასმული რამ წერია, რომ ის დაიწყებს ლაპარაკს. თავის დედას ჩააბარებსო და თავის დედა რა თქმა უნდა ახლა მოიფერებოდა თავის შვილს და წავიდნენ სახლში გახარებულები. მთელი ეს პროცესია დიდი სიხარულით ავსებული რა თქმა უნდა, რომლებსაც ეს მწუხარება სიხარულად შეეცვალა. მაგრამ მინდა გითხრათ ასევე, რომ რას ნიშნავს, რომ სახარებაში წერია, რომ ის როგორც კი აღდგა ლაპარაკი დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მეხსიერება ჰქონდა შერჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი იყო და აღდგა, მეხსიერება მას ჰქონდა შერჩენილი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც მეხსიერება არ აქვს შერჩენილი და მსგავს სიტუაციაში ახლა წამოდგეს, შეიძლება კვლავ გარდაიცვალოს შიშისგან და ელდისგან, იმიტომ რომ ვერც ერთი მან ვერ იცნობს, ლაპარაკი აღარ ახსოვდეს, მისი წარმომავლობა არ ახსოვდეს, ვინ არის, ადამიანი რო არის საერთოდ ეს არ ახსოვდეს, შეუძლებელია რომ ადამიანი ერჩივნოს მაშინ რომ კვლავ იყოს, იმიტომ რომ ეს მეხსიერება რომ გვინარჩუნდება ჩვენ, ცათა სასუფეველშიც მიგვყვება. იქაც გვექნება ჩვენი მეხსიერება და ერთმანეთიც გვემახსოვრება და ყველა ის საქმეებიც გვემახსოვრება, რაც ამ ქვეყნად ჩაგვიდენია. ამიტომ ჩვენი მეხსიერებიდან უნდა ვეცადოთ რომ ამოვშანთოთ ხოლმე ისეთი მიდრეკილებები ჩვენი, რომელიც ცოდვისეული მიდრეკილებებია, რომ იქ დაგვასვენოს, ამან რომ ამ მეხსიერებამ იქ არ შეგვაწუხოს. რაღაცა არ უნდა მოგენატროს ცოდვისმიერი, არც მოგენატრება სასופველს შეუძლებელია რომ ცოდვისმიერი რამ გენატრებოდეს, მაგრამ სწორედ ეს არის ტანჯვა ადამიანისთვის აქ ამ ქვეყანაზეც, როდესაც მის მეხსიერებაში არის რაღაცა მიდრეკილება, რაღაცა ტკბობისადმი. ეს ტანჯავს სწორედ მას. თორემ ეს რომ არ გქონდეთ ცოდვა რომ არ გვიყვარდეს და ცოდვის სიტკბოებას რომ არ განვიცდიდეთ, ასე რომ კვლავ გვიზიდავდეს ესა, მაშინ ყველანი რა თქმა უნდა უპრობლემოდ ვიქნებოდით ღმერთთან და ესე, მაგრამ ეს არის ჩვენი დაცემულობის შედეგი, სწორედ დაავადებულობის შედეგი, რომ ადამი რომ დაეცა ცოდვით. აი ეს დაავადების შედეგი ყველამ ვიწვნიეთ მერე ჩვენს თავზე, სწორედ ეს გადმოგვეცა ჩვენ შთამომავლობით მემკვიდრეობით, რომ აი ამ ცოდვისადმი მიდრეკილება ყველაში დევს. ცოდვის ტკბობაზე გვარის თქმა ძალიან ცოტა შეუძლია. და ფაქტიურად არ არის, რატომ წერია, რომ არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არას ცოდოს. რას ნიშნავს? მიუხედავად იმისა, რომ ცხონდა წმინდანია, ისეთი კი არ ყოფილა, რომ არაფერი შეუწოდავს აქ. რაღაცა ცონდვა მას აუცილებლად ჰქონდა.
ამიტომაც იფიქრეთ ამ საკითხზე თუ რა არის ეს მეხსიერება ჩვენში და როგორ უნდა ვამდიდრებდეთ ჩვენს მეხსიერებას. ვამდიდრებთ ყველაფერი უბედურებით გარდა იმისა, რითიც უნდა ვამდიდრებდეთ. საოცარი რამ არის მეხსიერება. აი რაღაცა ეხლა რომ დაასახელოთ ცნობილი შენობაზე რო თქვათ რომ ეიფელის კოშკი ყველა სხვა თვალწინ დაგიდგათ ეხლა ეიფელის კოშკი. რომ გითხრათ ეხლა რომ ვარდის სუნი ყველამ ხო რაღაცა აი რა რამდენიერი მეხსიერება არსებობს ჩვენ სმენითი, ხედვითი, ხნოსვითი, შეხებითი და აი ამ ყველაფერს მეხსიერებას მიუხედავად იმისა რომ ჩვენი თავი რაღაცა გარშემოწერილია, გარეშე მოუწერელი ამბები შეიძლება დაიტიოს შიგნით. რომელი კომპიუტერი დაიტევს იმ მეხსიერებას, რასაც ჩვენი თავი იტევს. და ამიტომაც თქვენი მეხსიერება უნდა შეავსოთ ხოლმე კეთილსათნოებითი საქმეებით, მაგალითად ლოცვებით. მაგალითად უნდა ისწავლოთ ზეპირად რაღაცა ლოცვები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომას თუ ხშირად წაიკითხავთ, დაგაზეპირდება, იმიტომ რომ იქ გალექსელის შემთხვევით კი არ არის, სპეციალურად არის და როდესაც ადმე მიდიხარ, თუ დაჯდები ამას და შენს გულში გაიმეორებ, ამაზე უკეთესად შენ ვერანაირად ვერ გაატარებ დროს, მაგალითად ტრანსპორტში, ან სადღაცა საქმეზე რო ხარ, ან თუნდაც რომ უშავ მარტო რო ხარ და ფიზიკურად მარტო რო ხარ, 1000 უბედურებაზე კი არ მიფიქრობ. აი თუ შენ გონებით, გონებას ამაზე გადართა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფსალმუნებით მათ შორის ჩვენს მეხსიერებას შეუძლია ამისი დატევნა, მაგრამ ამითი არ ვავსებთ ჩვენს მეხსიერებას და სხვა რამეზე ვამუშავებთ, სხვა რამეთი ვტვირთავთ. ტელესერიალებით მაგალითად. იქ მათი სახელებით, ვის რა ქვია და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. 1000 სხვა უბედურებებით კიდე დავანებოთ ამას თავი. ამიტომ ეს ყმაწვილი იღვიძებს, რა თქმა უნდა, დედაც ახსოვს, ეს მის გარშემო ხალხი ხო ახლობლები იქნებოდნენ, უცხო ხო არ იქნებოდა მის გასვენებაში. ყველანი ახსოვს, ყველასთან კონტაქტში შედის და ჩააბარებს მის დედას და მთელი ხალხი გაოცებული მოკლედ ბრუნდებიან უკან რომ ძალიან დიდი წინასწარმეტყველიო აღვიდგინა ჩვენ ღმერთმაო და მოგხედა ჩვენსერსო. აი ესეთი სიტყვებით თავდება სახარება. მართალი გითხრათ მე როდესაც დღეს ამ სახარებას ვკითხულობდი ძალიან ყოველთვის თანამედროვეა სახარება, მაგრამ აი დღევანდელ დღეს რაღაცა ისე ჩემთვის რაღაც ისე მიესადაგა რომ გეტყვით რატომაც. მოხდა ესეთი რამ ძველი აღთქმის ისტორიაში რომ ილია წინასწარმეტყველმა სწორედ ესე აღადგინა მიცვალებული. ეს არ არის ამ ქალაქებს შორის დიდი დაშორება. სადაც არის ქალაქი ნაინი, იქვე ძალიან ახლოს არის ქალაქი სერეფთაქვია აი ამ ქალაქს. და ბიბლიურ ისტორიაში არის ცნობა, რომ იქ იყო ერთი ესეთი ქვრივი, რომელსაც არავინ არ ყავდა მეტი, ერთადერთი შვილი ყავდა, რომელიც აღზარდა და მას მიუძღვნა მთელი ცხოვრება, გარდაეცვალა ეს შვილი და მოვიდა ილია წინასწარმეტყველი მასთან და აღადგინა ის მკვდრეთით. ამის შემდგომ ილია წინასწარმეტყველი იცით როგორ გარდაიცვალა? არ გარდაცვლა. ილია წინასწარმეტყველი ზეცად იქნა ატაცებული. ამიტომ მაცხოვარმა გაიმეორა ერთხელ უკვე მომხდარი ისტორია. მან მკვდრეთითაც აღადგინა იქვე იმ ქალაქთან ძალიან ახლოს და ეს ყველა მიცოდა ეს ისტორია, ყველას ახსოვდა ძალიან კარგად ამ ქვრივის ვაჟიშვილის აღდგენის ისტორია და ყველამ კარგად იხილა მაცხოვრის გარდაცვალება, აღდგომა და ამაღლება ზეცად, ისევე როგორც ილია წინასწარმეტყველის აიხილა. ამიტომაც მე ყოველ გამოსვლაზე რომ ამბობ, რომ მაცხოვრის თვითეული მოქმედება არის პედაგოგიკა, სწორედ ეს პედაგოგიკა დევს ამაში, რომ ყველა ადამიანს ესე არ აქვს გახსნილობა გულისა ღვთის მიმართ, რომ მან ყველაფერი ერთბაშად შეიცნოს, მაგრამ სინდისი ხომ უნდა კონდეს. ანუ ვიღაცას არ აქვს ამისი ნიჭი და არ გაუხსნია გული ისე, რომ პირდაპირ ეხა საღვთისმეტყველო ისინი ეძლეოდეს და ასე დოგმატებს უკარნახობდეს. ეს ქონდათ გარკვეულ მამებს და მოგწეს და მადლობა ამისთვის, მაგრამ ჩვენ ცოდვილ ადამიანებს ეს ხომ არ გვაქვს, მაგრამ რაც გაქვს და ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ეს არ მაქვს, იმიტომ რომ დაბადებიდანვე მას მიენიჭება, ეს არის სინდისი და გონიერება, მსჯელობის უნარი, რომ შენ შეგიძლია რაღაცაზე იმსჯელო და რაღაცაზე იფიქრო. და ხო უნდა იფიქრო, რომ ილია წინასწარმეტყველმა სწორედ ესეთი ამბავი ჩაიდინა. ამანაც, რომელიც არ ვიცი ვინა და შეიძლება რატომ გითხარით, რომ შეიძლება არ მაქვს ესეთი გულგახსნილობა, რომ ღმერთად ვაღიარო, მაგრამ ეს ხომ უნდა ვაღიარო, რომ აი ესეთი გაჭირვებული ქალი როგორიც იყო ის ნაინელი ქვრივი, მისი შვილი რომ აღადგინა, სულ ცოტა. რამდენიმე ხნის მერე ჯვარზე აცვიო, რომ არ უნდა დავიძახო. ეს ხომ ამას ხომ უნდა ხვდებოდეს ჩემი სინდისი.
აი ამაზე იფიქრეთ შემოძვირფასებო და დღევანდელ დღეს ეს გამახსენდა მეთქი რატომ გამახსენდა ეს ამბავი ვიცით რომ ჩვენი პატრიარქის მდგომარეობაა სწორედ ასე ადამიანები რომლებიც არ იყვნენ დაბადებული მაშინ როდესაც ის პატრიარქი გახდა დღევანდელ დღეს პატრიარქს არ უფასებენ იმ ამაკს რა აქიც მას აქვს გაწეული რას გულისხმობთ იცი ამაში რომ რაღაცა გამოდის და ყველა სადაც თავისი აზრი აქვს და ყველა რაღაცას აყალიბებს ესე იგი საღვთისმეტყველო ესეა ისინი წიგნობრები და ფარისევლები იცით როგორ საღვთისმეტყველო კუთხით განმარტავდნენ თავიანთ ქმედებას რომ ქრისტე ჯვარზე უნდა გაკრული ხო მაგრამ რისთვის რა მიზეზით კაი ბატონო შეიძლება დამნაშავე ვერ ხვდები რაღაცა და რაღაცაში დაგაჯერეს რომ დამნაშავე მაგრამ ეს ფაქტი რომ გაქვს ნანახი ილია წინასწარმეტყველივით რომ ხო იცი რომ ილიამ ასეთი რამ გააკეთა ეს ნამდვილად იცი აქვე მოხდა ეს ძალიან ახლო ამბავში მოხდა რომ ილია წინასწარმეტყველო იგივე გააკეთა და დიდი წინასწარმეტყველი ამანაც იგივე გააკეთა ეს რატომ არის იმაზე ნაკლები წინასწარმეტყველი თუ მეტია თუ თქვათ იმას ვერ ხვდები რომ ღმერთკაცია სულ ცოტა წინასწარმეტყველი მაინც ხომ არის და რატომ უნდა იყვირო კვირაში რომ ჯვარს აწვიეს აი ესე ასეთი პროცესია მოდიოდა საქართველოს ეკლესიისა გარდაცვალების პროცესია მოდიოდა როდესაც პატრიარქი გახდა და თუ თქვენ მეტყვით რომ მან არ აღადგინა მკვდარი მე გამეცინება თქვენს ამ ნათქვამზე იმიტომ რომ მართლაც მან აღადგინა მკვდარი გააცოცხლა აი ხედავთ ეხლა ამ ხელა მრევლი მთელ საქართველოში არის ეხლა დღეს ცოტანი ხო ვარ ძალიან პანდემიიდან გამომდინარე აი აქ ეხლა დგას ცოტა ხალხი მე უფრო ბევრი ხალხი მახსოვს ამაღლების დაცვაში ამდენი ხალხი ვინც აქ ვარ შეკრებილი მთელ საქართველოში შეიძლება არ შეკრებილი არ იყო აღარ სამღვდელოება იყო აღარც ეკლესია იყო და თუ ამ კაცმა აღადგინა ეს მკვდარი თუ რაიმე შეეშალა ჯერ ერთი არ ამგონია რომ შეეშალა მაგრამ თუ რაიმე შეეშალა შენ რა ნამუსით ლაპარაკობ რომ ეს კაცი უნდა გადადგეს და უფრო მეტიც უნდა მოკვდეს იმიტომ რომ შენ სხვა აზრი გაქვს რაღაცა მისგან განსხვავებული სინამდვილეში მეგეთქვით მიზეზს გეტყვით რა არის ამისი მიზეზი როგორც მღვდელი ამ შემთხვევაში და თქვენს ეს მიზეზი იმისთვის კი არა რომ ვინმე დავადანაშაულო და ვინმე ხელი დავადო უბრალოდ თქვენ რომ წარმოდგენა გქონდეთ საიდან მოდის ეს ყველაფერი მღვდლობა არის ისეთი საქმე რომელიც არ გავს საერო საქმეს არანაირად აი საერო საქმეში ადამიანი ახლა უამბიციო ადამიანი მკვდარზე ამბობენ რომ აღარ აქვს რა ამბიცია უნდა გქონდეს გარდაიცვალა და მორჩა დამთავრდა და ყველა ადამიანი ვინც ცოცხალი რაღაც გარკვეული ამბიცია ხომ გააჩნია მას რაღაცა მეტი უნდა ვიდრე აქვს ამიტომ ერში ეს სხვანაირად ხდება ნახეთ მაგალითად რაღაც თანამდებობაზეა კიდე მეტი თანამდებობა უნდა ბიზნესმენია კიდე უფრო მეტი უნდა ეშოვოს და ეს ბუნებრივიცაა და დანაშაულადაც არ ეთქვა უბრალოდ ამაზე მიჯაჭვულობა ისეთი არ უნდა გქონდეს რომ ამისი მონა არ უნდა გახდეს თორემ ეს ჯანსაღი ამბიცია უნდა გქონდეს ნამდვილად ადამიანს ამიტომაც მე ძალიან ბევრჯერ მინახავს კაც მაღალი თანამდებობა მიუტოვებია იმიტომ რომ რაღაცა იქ მივიდა მიაღწია და მიხვდა რომ არაფერი აყრია ამაში და წამოვიდა საერთოდ და თავიდან დაიწყო იმიტომ რომ დაღალა ერთი და იგივე მდგომარეობამ და ისევ ნოლიდან დაიწყო ბიზნესმენი ვნახე ესეთი რომელიც დაიღალა რაღაც თავის საქმიანობა და მიატოვა ეს ყველაფერი და გაკოტრდა ის ვინმე სხვა ახალი შექმნა და ახალი დაიწყო იმიტომ რომ ერთი და იგივე მდგომარეობა მობეზრდა და მღვდლობაში იცით როგორ არის მღვდლობის ამბიცია ამ შემთხვევაში რაში მდგომარეობს რომ თქვა გახდა ადამიანი მღვდელი და რა მე ხარ მღვდელი მორჩა დამთავრდა და ამას ვეღარ უძლებს ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობა და რაღაცა სხვა სიტყვას ამიტომ სადღაცას გაიგონებთ რომ ბერი რომელიც სადღაცას მონასტერში ცხოვრობდა დღეში უცბად გამოაცხადებს რომ მე უნდა ჩავაბარო სასულიერო აკადემიაში რა სასულიერო აკადემიაში უნდა ჩააბარო ბერი ხარ ღვთისმადლით სადღაცას ხარ ლოცვა შეგიძლია სად მიდიხარ ვინ გიკარნახა ეს რომ მონასტერი უნდა დატოვო მღვდელი რომელიც წირვალოცვაზე ამ საქმეზე უნდა იყოს გადაგებული უცბად შეიძლება გამოაცხადოს რომ აიხლა მე უნდა რაღაცა ცეხი გავხსნა იმიტომ რომ ჩვენს ეკლესიას ჭირდება შემოსავლები კი ბატონო ეს არ არის ცუდი მაგრამ რის ფასად რა არ გასვენებს ამ შემთხვევაში ამიტომ ეს რაღაცა ამბიცია როდესაც ჩდება მღვდელში რომ კიდევ უფრო მეტი მას ეს საშუალება არ აქვს რომ კვლავ თავიდან დაიწყოს რაღაცა და ეს ამბიცია მასში იწვევს იმ აფეთქებას რომ რაღაცა უნდა შეცვალოს და რევოლუცია უნდა მოახდინოს არსებულ წყობილებაში მოკლედ როგორც იმ ცნობილ ფილმშია
ვარღვარე რო ქვია, თუთაბერი რო გვარა. ამიტომ ამ მდგომარეობას ემსგავსება იმ კაცის მდგომარეობა, რომელიც აუჯანყდება ფაქტიურად სათავსასოფლოს, იმიტომ რომ სადღა მისი მადლიერება არ უნახავს მას ის გასაჭირი, რომელიც გასაჭირიც აქამდე მოიტანა ეკლესიამ და მოკვდა ამ გასაჭირში ეკლესია და აღდგა ვიღაცის ხელში და ვინც მისი აღდგენელია ღმერთი ამ შემთხვევაში და ვინც ამ ღმერთის იარაღი იყო, რომელმაც გამოიყენა ყველანაირად თავისი სულიერი მდგომარეობა და მიუძღვნა თავისი თავი ღმერთს და ამ ეკლესიას, შენ ვინ ხარ ამ შემთხვევაში, როდესაც გიჩნდება საწინააღმდეგო აზრი? სულ ცოტა, როგორც იმ ხალხს სინდისი უნდა ქონოდა, რომ ილიას მაგალითზე ამაზეც ეთქვათ, რომ კი ბატონო, წინასწარმეტყველია, თავი დაანებეთ, რა ბრალს უყენებთ? არა, ეს ხალხი იყო, რომელიც ყვიროდა ჯვარსაცვი და იგივე მდგომარეობაა დღესაც, ვინც იყვირებს ამას, რომ ჩვენს პატრიარქს არაფერი არ გაუკეთებია და თურმე ის ხან კაკების მსახურია, ხან ასეთია, ხან ზნეობრივი პრობლემები აქვს, ხან სულიერი პრობლემები აქვს, ხან განათლების პრობლემა, ასე არის უამრავ რაღაცას მოისმენთ. მაგრამ მე თქვენ კვლავ ადამიანობისკენ უნდა მოგიწოდოთ. უნდა ვიყოთ პირველ რიგში ადამიანები და თუ ხარ ადამიანი, უნდა აზროვნებდე და შენი სინდისის ხმას უნდა მიხვებოდე და უნდა ფიქრობდე ამას, რომ მკვდარი შენს თვალწინ გაცოცხლდა, ნამდვილად ასე მოხდა და არ უნდა დაემსგავსო იმ ხალხს, რომლებიც ამ კვირის გაცოცხლებას ისე მიიჩნევენ, რომ არაფერი ეგო ეპოქა მოიტანა. ეპოქას ადამიანი ქმნის, ღმერთი აძლევს მას ამის ნიჭსა და ძალას, თორე ეპოქა ყოველთვის ახლაც ეპოქაა. რატო არ ქმნის შენ მაშინ რაღაცა ახალს ამ ეპოქაში? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, იფიქრეთ ამ თემაზე, რომ კვდრის გაცოცხლებაზე უფრო მეტი ხანდახან აი ეს საქმეებია, რომელი საქმეებიც ადამიანს უკეთებია. მაგალითად ერთი რამ გამახსენდა ეხლა, რომ ცნობილი პოეტი, მწერალი ბორის ფოცხიშვილი, არ ვიცი ცით თუ არა ეს ისტორია, რომ მან დაწერა წერილი, გადაწყვიტა, რომ თავი უნდა მოეკლა და გააღო, პანჯერა უნდა გადამხტარიყო და ამ დროს ტელეფონის ზარი იყო და უპასუხა ტელეფონს და პატრიარქმა დაურეკა, მოდი საქმე მაქვს შენთან. და ეს დაწერა მან თავის მოგონებაში, დამალული არ არის ეს ამბავი და ამიტომ ყვები ასე ხმამაღლა, თორე ესეთი პირადულია, რომ შეიძლება ვერც ეთქვა ვერავის. აი პანჯერაზე ვიდექიო ტელეფონმა რომ დარეკაო და ხო იცით რაღაც ზალა რომ მიგაბრუნებს და უპასუხა და პატრიარქი ურეკავ და მოდი საქმე მაქვს და დაავალა რაღაცა საქმეები. და არ გაცოცხლ, მკვდარი არ გადარჩა, არ აღდგა მკვდარი არ ის მკვდარი იყო, სანამ პანჯერასთან მივიდოდა იქამდე მკვდარი იყო და აღდგა ეს მკვდარი. და ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და ვილაპარაკოთ, რომ ჩვენს თვალ ეს მაშინ კი არ მოხდარა, რომ მაცხოვარმა გააჩერა პროცესია და აღადგინა მკვდარი. არა, ყოველ დღე ჩვენს თვალწინ ხდება, რომ ვიღაცა ესე აღდგება მკვდრეთით. მკვდრეთით აღდგომა ის, როდესაც ადამიანი ცოდვას დაანებებს თავს და ამოვაწოდ ვიჭაობენ. მკვდრეთით აღდგომა ის, როდესაც ის უარესობიდან უკეთესობისკენ შეიცვლება. მკვდრეთით აღდგომა ის, რომ დამარხულს გამოაჩენს, როგორც გამოაჩინა ჩვენმა პატრიარქმა, თქვი არაერთგზის, საქართველოს ეკლესიის უამრავი ღირსება, ქართული გალობა, ქართული ხატწერა, ქართული მინანქარი, ქართული, რა ვიცი, ენა, ფსალმუნება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ყველაფერი მკვდრეთით აღმდგარი ჩვენს თვალწინაა და ერთადერთი რამ გევალება ადამიანს, რომ განსაჯო გონიერებით, იმსჯელო მადლიერებით და არ შეუერთდე იმ რბოს არასდროს, რომელიც ყვირის, რომ ვიღაცა უნდა დაისაჯოს. ჯერ უნდა კარგად გაიგოთ, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ უნდა. ეს სასჯელიო ადამიანს არასდროს არ ეკუთვნის. ღმერთს აქვს ყოველთვის, რომ ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ არა და თქვენ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ არა. მე თვითონ არ ვიცი დავისჯები თუ წყონდები და როგორ შემიძლია სხვაზე ვთქვა, რომ ის დაისჯება ან არ დაისჯება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ვიცით ვინც დაისჯება, ეს არიან ადამიანები, რომლებიც არ მოინანიებენ და მკრეხელობენ ღმერთის წინაშე, მაგრამ გარდაცვალების წინ იქნებოდა შეინანოს იმ ადამიანებს, მაგრამ თუ არ შეინანებს, ვიცი სახარების მიხედვით რომ დაისჯება. კარგით, ძალიან სხვადასხვა თემაზე გელაპარაკეთ და დაგღალეთ მე მგონი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ესეთი შეგნება უნდა გქონდეს თითოეულ ჩვენგანს, მადლიერებითი შეგნება და ამით დავამთავრებ დღევანდელ